პავლე მოციქულის წერილი ფილიპელთა მიმართ. თავი მეორე. ამრიგად, თუ არის რაიმე ნუგეშისცემა ქრისტეში, თუ არის რაიმე სალბუნი სიყვარულისა, თუ არის რაიმე მოზიარეობა სულისა, თუ არის რაიმე თანაგრძნობა და შეწყალება, სრულქმენით ჩემი სიხარული, რათა ერთსა და იმავეს ფიქრობდეთ, გქონდეთ ერთი და იგივე სიყვარული, იყოთ ერთსულოვანი და ერთაზროვანი. არაფერი გააკეთოთ ჯიბრით ან ამპარტავნებით, არამედ თავმდაბლად ერთმანეთის საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ. თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუიზრუნებს, არამედ სხვებზეც. თქვენშიც იგივე აზრები იყოს, რაც ქრისტე იესოში, რომელიც ღმერთის ხატება იყო და მიტაცებად ართული და ღმერთის თანასწორად ყოფნას, მაგრამ დაიცარიელა თავი და მიიღო მონის ხატება, ადამიანთა მსგავსი გახდა და კაცის სახე მიიღო. დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარზე სიკვდილამდე. ამიტომ ღმერთმა აღამაღლა იგი და მიანიჭა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი, რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი ზეციერისა, მიწიერისა და ქვესკნელისა და ყველა ენა მაღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, მამა ღმერთის სადიდებლად. ამრიგად, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის იყავით მორჩილნი, არა მარტო ჩემი თქვენთან ყოფნისას, არამედ უფრო მეტად ახლა ჩემი არ ყოფნის დროს, შიშით და ძორწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად. ღმერთი აამოქმედებს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც სათნოებისათვის. ყველაფერი გააკეთეთ უდრორტყმინველად და უყოყმანოდ, რათა იყოთ უმწიკლონი და უბრალონი, ღმერთის უმანკო შვილები, მრუდსა და უკუღმართ თაობაში, რომლის შორისაც ანათებთ ქვეყნიერებაზე, როგორც მნათობნი. სიცოცხლის სიტყვის მფლობელნი ჩემს სასიქადულოდ ქრისტეს დღეს, რომ ფუჭად არ ვისწრაფვოდი და ამაოდ არ ვიღվოწოდი. მაგრამ თუ ჩემი სისხლი დაიხვება მსხვერპლად და ღვთისმსახურებად თქვენი რწმენისათვის, მიხარია და ვხარობ თქვენთან ერთად. ასევე თქვენც იხარეთ და ხარობდეთ ჩემთან ერთად. იმედი მაქვს უფალ იესოში, მალე გამოგიგზავნოთ ტიმოთე, რათა მეც გამხნევდე თქვენი ამბის შეტყობით. რადგან არავინ მყავს მასავით ჩემი თანაზიარის სამშვენველით, ასე ბეჯითად რომ ზრუნავდეს თქვენზე. რადგან ყველანი თავისას ეძებენ და არა იმას, რაც იესო ქრისტესია. თქვენ იცით მისი გამოცდა, რომ როგორც მამას შვილი, ისე მემსახურებოდა სახარებისათვის. იმედი მაქვს, რომ გამოგიგზავნით, როგორც კი ვნახავ, როგორ იქნება ჩემი საქმე. მჯერა უფალში, რომ თავოდეს მალე მოვალ თქვენთან. საჭიროდ მივიჩნიე უკან გამოგიგზავნოთ ეპაფროდიტე, ჩემი ძმა, თანამშრომელი და თანამებრძოლი, თქვენი გამოგზავნილი და მსახური ჩემს საჭიროებაში. რადგან ძალიან სურდა ყველა თქვენგანის ხილვა და შეწუხდა, რომ შეიტყვეთ მისი ავადმყოფობა. რადგან ავად გახდა და სიკვდილის პირზეც იყო, მაგრამ ღმერთმა შეიწყალა ის და არა მარტო ის, არამედ მეც, რათა მწუხარება მწუხარებაზე არ დამრთვოდა. ამიტომ ვიჩქარე მისი გამოგზავნა თქვენთან, რათა მისი ხილვით კვლავ გაგეხარათ და მეც მწუხარე არ ვიყო. მაშ მიიღეთ იგი ყოველგვარი სიხარულით უფალში და პატივში გყავდეთ მისთანები, რადგან ქრისტეს საქმისათვის სიკვდილს მიუახლოვდა და საფრთხში ჩაიგდო სიცოცხლე, რათა შეევსო ჩემს მიმართ თქვენი სამსახურის დანაკლისი.